უკვე აშკარად თვალსაჩინოა პროცესები, რაც საქართველოს ხელისუფლებაში მიმდინარეობს დღეს. ახალი საკადრო ცვლილებები, საკანონმდებლო ცვლილებები, ძალოვანების სერიოზული ანტინარკოტიკული აქტივობა, ერის ყველაზე ახალგაზრდა ნაწილის დამანგრეველი, სააფთიაქო ნარკომანიის და ფსიქოტროპების წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ცვლილებები და კონტროლის გამკაცრება, ჩანაცვლებითი თერაპიის, მეთადონის და სუბოქსინის შეძენის სახელმწიფოს ხელში გადასვლა და კონტროლის გამკაცრება, საპარლამენტო კომისიის მუშაობა და უმძიმესი ისტორიები, რომელიც მეც კი მაგვირებს თავისი სისასტიკით, სისტემური დანაშაულის დოკუმენტირება, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანების, მტრის მსახურთა სახელდება და მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამომგზავრება, გათავხედებულ მტრის მსახურთა თარეშის აღკვეთა სასამართლოში და ძალოვანების წინააღმდეგ, აღვირახსნილი ელჩების მავნებლობის სახელდება, საკანონმდებლო ცვლილებები ცილისწამების წინააღმდეგ. სახეზეა დიდი ხნის ნანატრნალოდინები რეფორმების ახალი მწყობრი ჯაჭვი, სწორად დალაგებული და დროში გაწერილი. თუ ეს ასეა და სასურველს რეალობად არ ვიღებთ, მაშინ ჩვენ სერიოზულ, სახელმწიფოებრივად სასიკეთო ეტაპზე გადავდივართ. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ უკვე ნამდვილი ქართველი რეფორმატორების გუნდი გვყავს. გზამშვიდობისა, საქართველოს სასიკეთოდ. წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.